შემდეგი ლექციის თემა გახლავს ჩარტები. ჩარტები Excel-ში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი რამ არის. ის ნათლად ასახავს რეალობას, ანუ შედეგებს, რომელიც ჩაწერილია და თვალისათვის უფრო მარტივად აღსაქმელია თუ რაზეა საუბარი. მაგალითად, გვაქვს იანვარი, თებერვალი და მარტის თვეში გეგმა და შესრულებული შედეგები. გეგმა იყო 120, 150, 160, ხოლო შესრულება 140, 50 და 170. უფრო მარტივი აღსაქმელი იქნებოდა ჩვენ ამისათვის ჩარტი რომ აგვეგოს. სწორედ ჩარტი ავაგეთ და მივიღეთ რომ გეგმა და შესრულება, გეგმა არის ლურჯი, ხოლო შესრულება წითელი, იანვარში, თებერვალში და მარტის თვეებში იყო მოცემული შემდეგნაირად. იანვარი, თებერვალი, მარტი და ნაჩვენებია რომ იანვარში შესრულდა გეგმა, ასე ვთქვათ, გადაჭარბებით, თებერვალში ვერ შესრულდა გეგმა, ხოლო მარტის შემთხვევაში შესრულდა ოღონდ მცირედი გადაჭარბებით. ანალოგიური მონაცემებისათვის ავაგეთ სხვა ფორმის ჩარტით. ანუ, როდესაც გეგმა და შესრულება არის უკვე წარმოდგენილი პროცენტულად. ანუ, სწორედ აი ქვემოთ დავითვალეთ პროცენტები და არის კიდევ მესამე ვარიანტი ჩარტის, რომელიც გახლავთ უკვე რაღაც ესეთი ბლოკების სტილის ჩარტი, სადაც ნათლად არის ასახული სამივე მონაცემი, ორივე მონაცემი სამივე შედეგისათვის. ამის გარდა არის კიდევ სხვა მონაცემებიც. მაგალითად, ამოცანა კომპიუტერებზე, რომელშიც სხვა ტიპის ჩარტია განხილული. უბრალოდ მე ახლა ამას პატარა წარდგინების სახით გიკეთებთ, შემდეგ უკვე უშუალოდ თუ როგორ ავაგოთ ჩარტები, ამას ვნახავთ. ამ კონკრეტულ ჩარტში მოცემულია კომპიუტერის დეტალები, მონიტორი, პრინტერი, სკანერი, მოდემი, დისკები და გაყიდვების რაოდენობა, ანუ მთლიანი შემოსავალი რამ მოიტანა. ნაჩვენებია პროცენტულად რა როგორ არის განაწილებული. ასევე გვაქვს მოსწავლეებისათვის მოცემული ამოცანა, სადაც თბილისიდან თელავის ჩათვლით მოსწავლეები მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასებისათვის აგებულია ამისათვის შემდეგი ჩარტი, რომელიც არის ნაჩვენები სწორედ აი ამ ჩარტზე. და თქვენ ხედავთ, რომ ჩარტზე მოცემულია ქალაქების მიხედვით მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასელების რაოდენობა. ხოლო იგივე მონაცემები არის უკვე სრული შემადგენლობისათვის ნაჩვენები ჩარტ 2-ზე. როგორც ხედავთ, თვალსაჩინოებისათვის ჩარტი ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე ნაჩვენები აი ესეთი კონკრეტული რიცხვები, უფრო რთულად აღსაქმელია. ამიტომ ჩვენ ეხლა შევისწავლით ჩარტების აგებას და, რა თქმა უნდა, ჩარტების კონკრეტული ტიპის შერჩევასაც. გვაქვს ასევე ჩარტის სხვა ტიპებიც, ეს არის ბარის ტიპის ჩარტები, მაგალითად, რომელიც იგივე რაც კოლონა, უბრალოდ ბარის ამ შემთხვევაში ეს არის არა ვერტიკალური, არამედ ჰორიზონტალური მონაცემებით. აქაც მონაცემები აგებულია უშუალოდ მაღაზია პირველი, მეორე, მესამე და მეოთხის პარფიუმერის, ტანსაცმლის და სურსათის მონაცემებზე. ასევე აგებული გვაქვს ჩვენ ამოცანა, რომელიც არის პარფიუმერის, ტანსაცმლის და სურათების სრული მონაცემებისათვის. გვაქვს ასევე იგივე ვარიანტი თებერვალში უბრალოდ სხვა სტილის ჩარტზე გვაქვს გამოთვლილი, მარტშიც სხვა სტილის ჩარტზე გვაქვს გამოთვლილი და შემაჯამებელი სლაიდიც გამოთვლილი გვაქვს უკვე როგორც წილობრივი ჩარტი, ანუ ფაი კატეგორიის ჩარტი. მოკლედ ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ძალიან ბევრი ჩარტის ტიპი შეგვიძლია გამოვიყენოთ, თუმცა უშუალოდ როგორ ავაგოთ და ასე შემდეგ, მოდით დავიწყოთ შიტ 1-დან და ვნახოთ მათი აგება როგორ ხდება. მონაცემები, რომლებიც მოცემულია ჩვენს შიტზე, გახლავთ თვეების მიხედვით დავაგებული გაყიდვების შედეგები. ეს მონაცემები უნდა მოვნიშნოთ მთლიანად და მივცეთ ბრძანება insert ჩარტი. ოღონდ ავირჩიოთ უნდა ჩარტის რომელიმე კატეგორია, მაგალითად ჩარტი კოლონები. ავირჩიოთ ჩვეულებრივი კოლონების სტილის ჩარტი და როგორც ხედავთ, მივიღეთ აი ესეთი მონაცემი. გვაქვს ჩარტი, სადაც ნაჩვენებია 0-დან 3000-მდე დიაპაზონი, მოცემულია ეს ჩარტი, ასე ვთქვათ, სვეტები, რომლებშიც თითოეული აღნიშნავს თითოეულ თვეს. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ მათი, ასე ვთქვათ, ფერების დიზაინი და რომელი ვარიანტიც გვინდა, ის ვარიანტი შევარჩიოთ. ნუ მაგალითად ესეთი დავუშვათ. ასევე შეგვიძლია მივცეთ change chart type და მის მაგივრად ავირჩიოთ სრულიად სხვა ტიპის, მაგალითად იგივენაირი ოღონდ 3D კატეგორია. აი ასეთი მაგალითად, ოკეი, და ვიღებთ უკვე 3D კატეგორიას. სწორედ აი ამ 3D კატეგორიაში ჩვენ შეგვიძლია ასევე შევცვალოთ რაიმე ჩვენთვის სასურველი სხვა ფერი ავირჩიოთ. თუმცა ეს ანალოგიური ჩარტი არის დამოტანილი ჩვენ შემთხვევაში აი ამ კონკრეტული მონაცემებისთვისაც. და როგორც ხედავთ, მონაცემებში ეს ჩარტიც ასახულია და გვაძლევს სწორედ იმის აღქმის საშუალებას თუ რომელ თვეში რა ვითარება იყო, ვიდრე აი ესეთი რიცხობრივი მაჩვენებელი.
ამ კონკრეტულ ჩარტზე მე შემიძლია ვთქვა ერთადერთი ის, რომ მისი გადატანა ჩვენ შეგვიძლია როგორც ახალი სრული შიტი. ბრძანებით move chart-ი. დავაწვევით move charts, მივცემთ new sheet-ი, chart 3, მაგალითად OK კლავიში და აი ეს ჩარტი გადადის როგორც ახალი შიტი. ეხლა მივცემ უბრალოდ წაშლას, იმიტომ რომ ეს გვაქვს ისედაც აქ აგებული. მოდით ავაგოთ, მოვნიშნოთ insert-ი ჩარტი, ჩვენ გვქონდეს ესეთი 3D სტილის ჩარტი და მაგალითად აი ესეთი გახლავთ ეს ჩვენი ჩარტი. რაც შეეხება შემდეგ ბრძანებებს, ეს ბრძანებები უკვე გახლავთ sheet 1-ზე. აქ გვაქვს უკვე თებერვალი, მარტი, აპრილი და ასე შემდეგ თვეები. გვაქვს ასევე რაღაცა კონკრეტული თანხები, გაყიდვები სხვადასხვა პროდუქტების. ან ფილტრაციას მოვხსნით და ვაჩვენებთ სრული შემადგენლობით და დავინახავთ, რომ ჩარტი, რომელიც აგებულია და ეს ჩარტის ტიპი გახლავთ line ტიპის ჩარტი. გვაჩვენებს თუ სად როგორი მდგომარეობაა. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მივცემთ და გავთიშავთ მხოლოდ და რამდენიმე თვეს დავტოვებთ ჩარტულს, ასე ვთქვათ, შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ამ ჩარტის მონაცემებს დავინახავთ. აგებაც აქაც ანალოგიურად ხდება. უნდა მოვნიშნოთ მთლიანად ყველაფერი. აი ასე, insert-ი და line-ებში უნდა ავირჩიოთ ის ვარიანტი, რომელიც ჩვენ გვინდა. მაგალითად ეს ვარიანტი. რაც შეეხება შემდეგ ჩარტს, ეს გახლავთ ანალოგიური ჩარტი. უბრალოდ აქ ცოტა მეტი მონაცემებია, მონაცემები, სადაც არის data-ს გამოტანილი. ნახეთ, ჩარტზე დადგომის დროს design ნაწილში არის ჩანართი, რომელსაც ქვია ეგრეთ წოდებული select data. ანუ select data-ში ჩვენ ვხედავთ, რომ მონიშნული დიაპაზონი, რაც არის მთლიანად ჩარტისათვის, ის ინიშნება. ანუ თუ სწორია მონიშნული, ესე იგი ნიშნავს, რომ ამ მოცანაც სწორია. ასევე გვაქვს ბრძანება, სადაც შეგვიძლია დავაჭიროთ და გამოვიდეს სხვადასხვა მონაცემები. მაგალითად, ლეგენდები, ანუ თუ რომელი ხაზი რას გულისხმობს, სათაური, რომელიც შეგვიძლია დააწეროთ, ასევე ლეგენდების ზემოთ და სათაური და თავისი შედეგები თითოეულ წერტილზე. ან შედეგების გარეშე უბრალოდ წლების მიხედვით ნაჩვენები თვეები. და კიდევ სხვა უამრავი ვარიანტი. მათ შორის არის მონაცემების სხვრეტით, სადაც არის გამოტანილი მონაცემები თავისი კომენტაიმეთი ფერების მიხედვით. ანალოგიურად გვაქვს მონაცემები გაკეთებული შემდეგი შიტისათვის. სწორედ ისე როგორც ვაგებთ ხოლმე ჩარტს, ვნიშნავთ ყველაფერს და ვაწვევით, რომ ააგოს ჩარტი, რომელიც გახლავთ კოლონის ტიპის. აქ ჩვენ გვაქვს განხილული კოლონის ტიპის ჩარტები და მე მინდა დაგანახოთ განსხვავებები. აი ამ შემთხვევაში კოლონის შიტისათვის გვაქვს მოცემული, რომ ააგოს ჩვეულებრივი შიტი 3D ეფექტით და ვხედავთ რა როგორ ვითარდება. ხოლო აი ამ შემთხვევაში კი მოცემული გვაქვს, რომ ააგოს სტილი, რომლის დახმარებითაც აი ამ სტილზეა საუბარი, ჩვენ განსაზღვრავთ თუ იანვრის თვეში საერთო რაოდენობა რამდენი იყო და რომელს რამდენი ეკავა. ასევე გვაქვს ნაწილი, სადაც 100%-ზეა გაწელილი ყველაფერი, ანუ იანვარი მთლიანად 100%-ია და ამ 100%-დან რამდენი პროცენტი რომელს ეჭირა, თებერვალშიც, მარტშიც, აპრილშიც და მაისშიც და ბოლო არის 3D ეფექტი, რომელსაც აქვს ბლოკური სტილი და ანუ აი ბლოკურ სტილშიც ნაჩვენებია თუ მაქსიმუმი რამდენი ქონდათ, ასე ვთქვათ, ნამუშევარი და გაყიდული და შესაბამისად რომელს უფრო რამხელა ადგილი ეკავა. რაც შეეხება შემდეგი ტიპის ჩარტს, ეს გახლავთ უკვე ჩარტი, რომელიც change type-ის დროს გვაჩვენებს, რომ გახლავთ line-ის ტიპის 3D line-ი, რომელიც შეგვიძლია დავაფორმატოთ, ასე ვთქვათ, ანუ ვაბრუნოთ და ასე შემდეგ, layout-ის და ფორმატ ბრძანებების დახმარებით. მაგალითად, შევქმნათ 3D ეფექტები, რაღაცა გამჭვირვალე ეფექტები, ფონი ჩაავასხათ და ასე შემდეგ. თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ შეგვიძლია დავამატოთ ჩარტის სათაური ესე დავამატოთ მაგალითად ქვემოთ სახელი რას ნიშნავს ეს და შეგვიძლია მივიცოთ რომ არის წლები ლეგენდას შევუცვალოთ ადგილი მაგალითად მოვაქციოთ ქვემოთ ასევე date მონაცემები მივცეთ show და დაეწერება ეს მონაცემები z თუმცა ამ ჩარტზე ეს კარგად არ ჩანს ამიტომ ჯობია გავუთიშოთ და date label სადაც შეგვიძლია ჩავრთოთ თუ აი ამ date label-მისთვის
შიტისათვის, ასე ვთქვათ, რა მონაცემებით არის დაანგარიშებული. რაც შეეხება შემდეგ შიტს, აქ კი ნახეთ თანაბარი მონაცემები, ანუ region 1, 2, 3 და 4. სწორედ აი ეს ტიპი, ჩარტის ტიპი, რომელსაც ქვია აი ეს ვარიანტები, ანუ bar of PC და მეორეს ქვია pi of pi, გულისხმობს რომ ნაჩვენებია თან ერთნაირი მოცულობა, რაც ერთნაირი სათაური რაც აქვს ნერე დაშლილი ცალ-ცალკე, ასევე ნაჩვენებია აქაც იგივე ვარიანტი, ესენი ცალ-ცალკე. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სელერის, ასე ვთქვათ, ქვეპუნქტები აქ არის გამოტანილი და ნაჩვენები. საერთო წილს წარმოადგენს ამ ხელას, ხოლო პუნქტობრივად კი ის არის დაშლილი შემდეგნაირად. რაც შეეხება ამოცანას, მაგალითად ამას, აქ გვაქვს ჩვენ ნაჩვენები პირველი ნახევარში და მეორე ნახევარში თბილისის, ქუთაისის და ბათუმის შედეგები და ეს შედეგები ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ შემდეგნაირად. მაგალითად, ამ სტილის ჩარტს აქვს ბრძანება switch row column. ამ გადაადგილებით ვნახავთ, რომ აქ თუ ქალაქების მიხედვით ვხედავდით რა ხდებოდა, ეხლა დავინახავთ უკვე პირველ ნახევარში რა ხდებოდა და მეორე ნახევარში რა ხდებოდა. შეიძლება მსგავსი მონაცემით სხვა ჩარტსაც გქონდეს, ხოლო აი ამ შემთხვევაში კი ნაჩვენებია სრული 100% და დაყოფილია შიგნით პუნქტებად, რომელს რამდენი პროცენტი ეკავა. აი აქ შეგვიძლია მივცეთ მაგალითად ეს შემდეგი ფუნქცია. layout-ში ავირჩიოთ ბრძანება show და ვნახავთ რომ რიცხვებია, თუმცა თუ რიცხვები არ გვაწყობს, მივცეთ more data-ს დაუშვათ და values მაგივრად ავირჩიოთ series, მაგალითად რომელი რა არის, თბილისი თუ ასე შემდეგ. ან კატეგორია name პირველი ნახევარი დაუშვათ. მოდით ვნახოთ კიდევ სხვა ამოცანა, სადაც უფრო ნაცვლად დავინახავთ აი ამ ვარიანტს. ერთი წუთით მოდით ხავ ვნახავ ამოცანა, აი მაგალითად ეს ამოცანა ვნახოთ რა და როგორ ნიშნავს. ამ ამოცანაში ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ რომ არის მოცემული ჩარტი და მოდით ვნახოთ მონაცემები, მაგალითად აი ამ ტიპის ჩარტისათვის. ამ ტიპის ჩარტზე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ისევ layout menu-ში ბრძანება data labels, მივცეთ more data labels, მაგალითად და ავირჩიოთ ან value, მაგალითად ან category name, ანუ რომელი კატეგორია. და შესაბამისად დავინახავთ ან series name და დავინახავთ რომ ეს არის სტოკების მონაცემები. ასევე მინდა ვნახოთ კიდევ ერთი ჩარტი, მაგალითისათვის მოდით ვნახოთ დაუშვათ აი ეს ჩარტი, სადაც ასევე data label-შიც ვნახავთ რომ არის იგივე ვარიანტი ჩასართველი და ოღონდ თუ აი ესე ძალიან ბევრი წერია, შეგვიძლია მივცეთ ბრძანება new line და ის თითოეულ ხაზზე განთავსდება. ხოლო თუ ჩვენ გვაქვს აი ამ კონკრეტული ტიპის ჩარტი, ვნახავთ რომ data label-ში more data label option-ში არის უკვე არა მარტო values, არამედ percentage-იც და პროცენტულ განაწილებას გვეუბნება და გვაძლევს. დავუბრუნდებით ახლა მე ახალი ტიპის ჩარტებს, ეს ჩარტების ტიპი გასაგებია უკვე. არის კიდევ აი ამ ტიპის ჩარტები, როდესაც თქვენ ეუბნებით რომ გამოსახულება გაჩვენოთ რადარ კატეგორიაში, ანუ ირჩევთ ამ ტიპს და ამ სტილით აჩვენებს სხვადასხვა მონაცემს. გვაქვს ასევე წერტილოვანი, ანუ XY-ით მონაცემებს ვუთითებთ და ვეუბნებით bubble რამხელა იყოს, ანუ ზომა ბურთის და განთავსდება. და გვაქვს ასევე ჩარტი, რომელსაც რაღაცა მონაცემები გვაქვს და მონაცემების მიხედვით ვაგებთ. ამ მონაცემების მიხედვით აგება ხდება შემდეგნაირად. მაგალითად, ვეუბნებით, რომ ეს გახლავთ ჩარტი stock ტიპის და stock ტიპის ჩარტისათვის ვირჩევთ სასურველ დიზაინს და შესაბამისად ის გამოჩნდება. თუ აქვე რაიმე რიცხვების დაწერა ან ასე შემდეგ გვჭირდება, შესაბამისად ვირჩევთ და ეს მონაცემებიც აისახება და გამოდის. ამითი ჩარტები ჩვენ პრინციპში ამოვწურეთ. უფრო დაწვრილებით ჩარტებთან დაკავშირებით არის ის, რომ თითოეულის ზომა შეგვიძლია მივცეთ format axis-იდან და მივუთითოთ, რომ მაგალითად იყოს მინიმალური ზომა, არა 0, არამედ ჩვენ რადგან ვიცით, რომ 15 გრადუსზე ქვემოთ არ იყო არაფერი და უშოთ მივცეთ 15 და ვნახავთ, რომ მხოლოდ 15-დან დაიწყება, იქ მაქსიმალური ზომა შეგვიძლია მივუთითოთ, ეს თითოეული დღე იყოს თუ ორ-ორი დღე და ასე შემდეგ. დეტალური ინფორმაციები. ამითი ჩარტის თავი დავასრულოთ და
შემდეგი თავი იქნება conditional formatting-ი, ანუ პირობითი ფორმატირება.